თოთლაზე დავითი ვახტანგიძე ამიყვანეს ზევით რა ზღვაზე იქ სროლები რო დაიწყო და ვიყავი იქ კიდოვანის იმაში იმათი შტაბი იყო რა ყველაფერი ასაც ხედავთ იქ მოხდა რა ავი რომელი რიცხვი 4 რიცხვი იყო რა ის სროლები რო მოხდა 4 რიცხვი იყო რა ეხლა გამომიშვეს გამცვალეს ეს ავღანეთთა კავშირი ჩაერია გიორგაძეს გამსვალეს მაგით ესე იგი ავანტყოფს თავის არეში ქონდა მიყენებული ძირითადად სახის არეში ძლიერი ნაცემის გამო ეტყობა მიყენებული ძლიერი ტრავმა ესე იგი ცხვირის არეში და მარცხენა თვალის არეში რაც გამოიხატებოდა გემატომით და ჭრილობებით ცხვირის არეში. აგრეთვე ხელის არეში ქონდა მიყენებული ჭრილობები, ეტყობა რაღაც დამწრობის ხასიათის იყო ზურგის არეში, მხრების არეში და ხელის არეში. აგრეთვე გემატომა მარჯვენა ხელის არეში და საკმაოდ მთლიანი მთელი სხეულის დაჟიჟილობა. აი ეს რაც შემიძლია გითხრათ. თქვენი მუშაობთ ახლა? იყოს სიტუაცია. ამწრობი. პატარა არის და. მასე პატარა. აი აქ ეს. მუშაობთ ახლა? ასიქირია აი აქ. ესეც გავხსნა? არა. ხო. აი აქ სადაც აი აქ ზუსტად ესეთი იყო უფრო დიდი. ასეთი დასროლა. აქ იცით რა ესეთი დაჟიჟილობა უფრო ძლიერი შევხსნა არა აქ უკვე ეს აღარ გიხარ ცოდვა და ხო და აი აქაც ეგეთი ეს მიგე ახლის მიიტანა გამწვარია ეგეთ გამწრობა რა? ახლა ის წამალია ყველგან კატეგორია რა რომელი კატეგორიის გამწრობა? ეს იქნება მეორე კატეგორია. დაუყურეთ. აი ეგრეასთან რა ხდება? იგივე. აი ეს ჩაუჯუბლები გემატომა. გახსნაში. აი შეიძლება. აგი და გახსნა. ხამოდი წინიდან იმასკი. ani აცლი. ხო, მაშინ თვალი თუ დაუჟი თვალი გამოაჩინეთ ლურჯი. ფერსაჩული.
დაიწყო. თვალი რომ ამქვია სახელი გუშინ საღამოს დამაგავეს თემქაზე ასასვლელთან ზღვის ასასვლელთან. დამაგავეს იყვნენ იარაღები ავტომატი ქონათ, მუხა ქონდათ სასრული და მიმიყვანეს იქ ჩემი მანქანით ვიყავი საკუთარი მანქანით მიმიყვანეს შტაბში იარაღი ქონდა? მე ტაბელური მაკაროვის სისტემის იარაღი მქონდა ჩემი იარაღი ამომიღეს და მიმიყვანეს შტაბში თავიანთ შტაბში იქ შემიყვანეს მანქანა და გააჩერეს იქ დაიტოვეს მანქანა და ამკითხეს შემეკითხნენ მის სამართებს ვისი მისამართი იციო დიდი ხანი არ მუშაობ მეთქი არავის არ ვიცნობ იმდენად მისამართები არ ვიცი მეთქი მე დამიშოს რაღაც შეკითხვები და ჩამიყვანეს ქვევით ამასთან ამის გვერდით საკანევით იყო რაღაცა მოწყობილი ოთახი იქ ვიყავი მოდიოდნენ რავი ნახო ბიჭები იქაური გვარდიელები და ზოგი მას მეკითხებოდა ზოგი ამას ფიზიკურად თუ შეგეხო? ფიზიკურად დაკითხვის დროს ერთხელ დღეს ეს უცემეს მე რაღაც შემოვიდა კიდე იმანს მარტყა პატარაზე რა მაგრამ იქ ისინი ვინც იყვნენ იქ ყარაულები ვინც იყვნენ ავტომატებით 1-2 ბიჭი კაი ბიჭები იყვნენ ისინი იმათმა ამასაც იმათმა უშველეს და მეც თითქმის რა რო არ ვეცემეთ და ვინ აქტიურობდა თქვენს ცემაში? არ ვიცი ერთი ნასვამი იყო მე მგონი რა სახელი გვარი არ ვთქვი არა არ ვიცი ისეცვა ფორმა იცვა ეს გვარდიის ფორმა იცვა ერთი ეგ იყო და მეორეს გვარდიის ფორმით იყო მაღალი ზარავი ბიჭი იყო მიზეზი მაინც რა იყო რა მიზეზით გცემდნენ? რატო გხოცავ რას გვერდში რა გინათო ეს მიზეზი იყო ეს ამით შემოვიდნენ ესიც მაგიტოცემ ეს მამასანაც მივიდნენ შემოგვიკალითო და დასაწყვილები ხართ ყველანი მე რა უნდა მეთქო ხმას არ ვიღებდი რა გაჩვენებულიყავი როგორ გამოგიშვეს? მე დღეს ეხა საღამოთი მოვიდა იმათი ჩისავოი იყო ის კაი ბიჭი ჩანდა ის წამოგვიყვანეს ავტომატებით მე და ეს სადაც მაგათი ის არის საკონტროლო პუნქტი მანდ მიგვიყვანეს და იქ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩაგვაბარეს იმათ ჩაგვსვეს მანქანებში რაღაც ილაპარაკეს და გამოგვიშვეს ეს პირადი ნივთები და ეს დაიტოვეს ყველაფერი როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა? შთაბეჭდილება როგორ გითხრათ ახლა იქ არიან რამოდენიმე ბიჭი არის მე როგორ შევატყვე რომ არ ვიცი მოტყვებით არიან არ ვიცი ისე არიან მაგრამ არიან ისეთებიც რომ არ ღირს საერთოდ ლაპარაკი ზოგიერთთან 1-2 ბიჭი ნორმალური ბიჭი იყო მე მგონი თანახმაც არიან აქ წამოსვლაზე რა ასაკის ხალხია? წლოვანებით ერთი პატარა ბიჭი იყო კაი ბიჭი იყო ერთი დაახლოებით 16-17 წლის იქნებოდა ორნი იყვნენ დაახლოებით 22-21 წლის და დანარჩენები აი 40 წლისაც ალბათ ეს დიდები 28 წლისებით ალბათ გაწვეული გვარდიელები რიგითები 17-18 წლის ბიჭები თუ შეხვდა? არა აი სამი ბიჭის მეტი არ არის ერთი ბავშვი იყო და 2 ბიჭი იყო მეტი არავინ არ დამინახია აი როცა მიგიყვანეს თვითონ აი როგორი სიტუაცია იქ? შტაბი აქვს თავისი ოფიცერი იყო ვიღაც მან დამკითხა შემეკითხა რაღაცეები მანქანის საბუთები ის პირადობის მოწმობა მანქანის მართვის მოწმობა ეგენი ჩავამართვეს
საათი, ну რაც მქონდა ყველაფერი რა. და ესე კონკრეტულად რა ადგილას დაგიჭირეს? თემქაზე, თემქის სასასვლელთან ის გზა როგათის. ავჭალისკენ მიმავალი გზა რო გაქვს. არა, ქვევით რო ჩამოდის გზა, თემქიდან მუხიანიდან რო გადმოდიხარო თემქაში და ქვევით ხო ზღვის სასასვლელი როა ეგ. რომელი საათია? საათი დაახლოებით იქნებოდა ესე 11 საათი. ხო. და გადაჭერეს ავტომატებით? ну გამაჩერეს ავტომატებით იყვნენ და მე ჯერ ვერ გავიგე, იმიტომ რომ იქ მილიცია იყო ხოლმე ყოველთვის რა ადრე და მეთქი ალბათ ჩვენი გვარდია თუ ამეთქი რა, მაგრამ მე უკვე სხვები იყვნენ. ისინი იყვნენ. მივხვდი, მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერზე, იმიტომ რომ ისროდნენ. და სხვა ვინმე თუ ყავდათ კიდე, როდესაც მიყვანეს იქ დაკავებულები, ან და იმ ადგილას თუ აჩერებდნენ სხვას ან გაჩერებული თუ ყავდათ? ну იქ ქვევით სარდაფში მე და ეს ვიყავით მარტო. და სადაც გაგაჩერეს იქ თუ იყო გაჩერებული სხვა მანქანები? არა. მარტო მე შერჩევით აჩერებენ? არ ვიცი ხა ეგ როგორ, მაგრამ მე დავიბენი ვერ გავიგე, მე ჯერ თავიდან ეს ჩვენი გვარდია მეგონა მეთქი ალბათ ისინი არიან, მაგრამ მე უკვე მივხვდი და აღარ გამაჩერეს იქ დიდხანს უცებ ჩამსვეს მანქანაში წავამიყვანეს. იარაღი ეგრევე ჩავამართვეს უცებ, ვერც მოასწარი არაფერს, აზროვნებაც ვერ მოვიფიქრე რა უცებ ვერაფერი უყურთ. იარაღი ჩავამართვეს, საბუთები პირადობის მოწმობა ისინი ჩავამართვეს და წავიყვანეს. და იქ ქუჩაში ახლომახლო მოსახლეობა არ იყო? არა. არც გამლელი მანქანები. გამლელი მანქანა რაღაც გრუზავი კი მიდიოდა ქვევით, მაგრამ ის იქ შორს იყო მოცილებით. ზიგო ის იყო ღამის თერმინით. ვალობთ. რასაკვირველია? ეს ერთად თამოყრილები არ ახალ და გადავიგე ხო მე ფორმაში გუში არ შეცია ატყვილად გეძინა შემეძრა კინოში არის ტახტილა
შალო, ემზარ, კოჩი, გადმოხარ პატარა ბალკონზე დასასვენ. მათ შეთაძის კუთხეს დაიცავს. კობა, რამაზე. იქნები დამ ბალკონზე დავდიარ. მე და დათო, სადაც გაჯერობა იქნება ჩვენი იარაღით დაგეხმარებთ იქან. იყოს გასვლა მხოლოდ იმ კუთხით და სადაც დაენახავთ მოძრავ ობიექტს. ჰაერში გასვლა ფუჭი გასვლა აიგოს. იქ ყველა მიცით რომ ტყვია, წამალი არის დიდი დეფიციტი, გვაქვს გაჭირვება, ამიტომ არც ერთი ფუჭი გასვლა, მხოლოდ რეალურად დანახული ავტომატოს დათოს მოსარებას მოერიდეთ. ერთი არის ჩემ აყოფნის დროს ყველაფერი ჩვენი ძალაუფლება არის, ხელმძღვანელობა არის გადადის დათოს ხელში. ხოლო დათო თმარი იქნება სადაცო ვისაც დათოებს ის. დავემორჩილოთ ერთ პრინციპს. როგორც ყველა მონოლითური, ყველა ერთიანი და ყოველგვარი დაბნეულების გარეშე. ვიცოდეთ, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ღმერთი ჩვენსკენა და პრეზიდენტი ჩვენ გვერდით. არაფრის შიში არ აქვს. მიუხედავად იმისა, მაგათ რა შეიარაღება, რა ძალები მაქვს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენი სიმართლე, ჩვენი კაცები უნდა დავიცვათ. პირველ რიგში საქართველოს თავისუფლება და ამ საქართველოს თავისუფლების ფუძეზე ჩამოყრილი ჩვენი პრეზიდენტი. პრეზიდენტთან ერთად მთელი ერთი. და ჩვენ რაც თავარია, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუთაისის სახელი არ შევარცხნოთ, ჩვენ ვართ ქალაქის წარმომადგენლები აქ, ჩვენი ომონის და ცეთ ამას პატივის უყოლი. ამისთვის არაფერს არ დავიშვებთ. დათო, შენი აზრი რა არის ამაზე? იგი რაც თავარი არის, თავარი, ესე იგი ჩვენ საქმეში ვიყოთ მონოლითურები, როგორც უბრალოდ მოთქვა, ვიყოთ ხარი, არავით არის უკან დახრევა, შიშის გრძნობა უნდა დაიკარგოს. ეს თავისთავად დაგიკარგებათ შედევის დროს. ესე იგი, არ შეგეშინდეთ მათი ტექნიკის, ჩვენ გვაქვს ტექნიკის საწინააღმდეგო იარაღების და ყველაფერი, ამიტომ ეცადეთ ყოველნაირად, რომ ფსიქოლოგიურად იყოთ მზად. როცა ისინი შემოგვიტევენ, ყოველნაირად ეცადეთ. იცოდეთ, ესე იგი, ნაბიჯის უკან გადადგმა ჩვენთვის აღარ არსებობს. ჩვენ თბილისი თუ არ დავიცავით, შემდეგ ისინი გადაენაცვლებენ სხვადასხვა რეგიონებში, ეს ქუთაისი იქნება, ზესტაფონი იქნება თუ სხვადასხვა ქალაქებში და იქ დაიწყებენ ყაჩაღობას და მაიმუნობას. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დედაქალაქი. დედაქალაქი არის სიმბოლო საქართველოს, დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ პრეზიდენტს, დავიცავთ ხალხს, რომელიც ჩვენსკენაა. რომელმაც დღეს მიტინგები ჩაატარეს თბილისის ტერიტორიაზე ჩვენ გვერდით განა. ერთი სიტყვით გვენიცით და შესკაცურად დავხვდეთ, როგორც საქართველოს დედა არის შემართული თბილისის თავზე თასით და ხმლით, ტერს და მოღალატეს დავხვდებით ხმლით, მოყარეს დავხვდებით თასით. ხო თქვენიცით იქნება. ნუ შეგეშინდათ. ფსიქოლოგიურად ვიყავით მზად. ტერს უნდა დავხვდეთ თვლით. ესე იგი ერთ რამეს გეხვეწებ. თუ ვინმე დაიჭრება, არ მიატოვოთ და თუ მიატოვებთ, ამისთვის საჯელს მიიღებთ კიდევ გაფრთხილება. ესე იგი, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. ჩვენ ქუთაისლები ვართ, ქუთაისურად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და
ქუთაისურად ვაჟკაცურად უნდა დავხვდეთ ეს. თქვენიც ხო არა გაქვთ ვინმე სათქმელის გადასაცემი ან რაიმე ქუთაისლებზე? ერთრამა იცოდე, დღეს უზენაესის ტერიტორია ეს არის საქართველოს ტერიტორია. მთლიანის თავისუფალს აქედან წავა, იცოდე. როგორც ძისხივები, ისე აქედან წავა თავისუფლება. ან და აქ ჩაესვენება ჩვენი საქართველოს თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ან აქედან ან გავალთ ყველა ამართული დროში, ან დავჩებით სულ. დანარჩენებს ვინც არიან ჩვენები გარე, ვინც ჩვენზე ზრუნავს, ალბათ ისინი თუ გადავჭით, ხო გახარებული იქნებიან, თუ არა და აქ გეკუთვნოდეს ჩვენი შვილები გააგრძელებენ ჩვენს საქმეს. ისე მოგვიხსენებთ ჩვენ რაც დავარე ვიცავთ თავისუფლებას. მეტი არაფერი. ყველა ხარ აქ ვინც ახართ, ყველამ კარგად იცით 4-ში რაც მოხდა და 5-ში რამე. ყველაფერმა გადაიერა თქვენ თავზე. ის გასროლი კარგად გახსოვთ, შემდეგ რანაირი კასეტები დამონტაჟებული კასეტები გააკეთა, ზუსტად იმ ოპოზიციის ელიტამ თავის თავს როძახიან. შევარნაძის ლეკვემ და თითქოს ჩვენ ვესროლეთ ხალხს. ღმერთია, მაღალი არის იმის მოწმე თუ ვინ ისროლებს, ჩვენ თუ ვისროლეთ, ჩვენი თქვა საბიფრინავთ. არც ერთი ჩვენი გასროლა ხალხისკენ არ ყოფილა. ხალხმა ესეც უნდა იცოდეს, რომ ქაშვეთის ეკლესია წმინდა ადგილი წაბილიწეს, მაგათ შეერაღებული ხალხი დასვეს და იქ ჩვენმა ბიჭებმა ესეც ყველა მიწის აქ, ვინც უზენაესის დამცველები, რომ ვიღაც შორიდან ჩამოსული რუსის სამხედრო დაიხმარეს და ის სნაიპერი იჯდა და ჩვენ ბიჭებს კლავდა. ყველა მიცოდეს ეს კარგად და ახლა დღესაც კიდე დღესაა გუშინ იყო თუ სადა როცა არის ოპოზიციის ტელევიზია რო ჩაერთო. ნამუსიც აღარ ყოფნით იმის რომ თქვენ წესიერად ყველაფერი სიმართლე. ამბობენ კიდე მიმდინარეობს ის დაგვარი გაშუქება ამბების როგორც იყო მაშინ 4-ში და 5-ში. ამიტომ იციან აქ რამდენი რუსი მოუგდა, რამდენი რუსის სამხედრო იყო მოსული იმ საღამოს, აქ და ვის იხმარა. საქმეზე რომ ქართული წინააღმდეგ მოსაგლავთ. ის კიდე ჭორიარსო ყველაფერი ამბობენ რომ აბრალებენ პრეზიდენტს ჩამოყვანილი ყავს ვიღაცები და იხმარენ ჩვენ წინააღმდეგო. არავით არის, ჩვენ ვიცავთ ქართველები. ყველა კარგად იცნობთ ერთ-ერთმანეთს ვიცავთ უზენაესის დამცველები და ქართველის გარდა არავინ არ არის. არც ერთი სხვა ეროვნების. ბატონმა პრეზიდენტმა ჩეჩნების დელეგაციას უთხრა, მე საქართველოში ჩეჩენს ვერ მოვაკლებიებ ქართველებს. თუ სხვა ეროვნებას ისე იგი, თუ მოვკლავთ ჩვენ მოღალატეს ჩვენ თვითონ უნდა მოვსულოთ. ან ისინი, ან ჩვენ. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. მათ დაიწყეს სრული განზრახვებით, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ და დავამთავროთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, თავისუფალი საქართველოს გულისათვის. უნდა დავამთავროთ ლამაზად და კაცური შეძენა. კაცური. ქართველი კაცის კაცური არ უნდა შეიყვანოს, რაც დაარიეles. არ უნდა მოხდეს ის რაც მათ ჩაინდიგეს. ყველამ კარგად ვიცით, მოედანზე ზუსტად მაგებმა მოკლეს. ქალი და დააკლეს ზედ ბავშვი. ალბათ ამასაც ჩვენ გადაგვაბრალეთ. პირველ დღეს. და კარგად იცით. მასან კარავებთან დაწოლილ ქალებს რანაირად ესროდნენ. ექიმებსაც არ ინდო. ექიმებსაც არ ინდო. ყველაფერს თავი დავალებოთ, ექიმები აღარ დაინდოს, დაჭრილების გამოსაყვანო, ისე თეთრ ხალათში. ისე გამლელა. იმიტომ რომ რა არის, ყველამ კარგად იცით, ეს არავით არის. არავით არის პოლიტიკური ჯგუფი არ არის, ეს არის ხოლმე შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი, რომლებმაც ისარგებლეს რაღაც ისტორიული მომენტით, ამ გარდატეხის პერიოდით, გარდამავალი პერიოდით და თავი გამოაცხადეს პოლიტიკურ მოღვაწეებად. კარგად გავიხსენოთ, ვინ იყო სიგუა კომუნისტების დროს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ასე არის. ადამიანში რაც დევს, ის ბოლო-ბოლო მაინც ამოათხებს. ესენი ყველა არიან შევარნაძის და გარბაჩოვის ლეკვები. იმიტომ რომ ბატონი შევარნაძე, ბატონს იცით ალბათ ჭალებში ხარო, დარჩა უმუშევარი და უნდათ რომ იმას თავარძელი გამოსა, მაგრამ სამი ჩვენი ხნევი ცოცხალი, ვერც ის, ვერც ერთი მისი დამქაში საქართველოს მიწაზე ვეღარ ჩამოყვა. არა, ეს მოგვირებს კიდე ეს ქუთაისლები, თვითონ ქუთაისლები აქ რო ჩამოდიან, ჩვენი ბიჭები აყავთ თითქოს ტყვეობაში, აყავთ აწამებენ, აწვალებენ თვითონ ქუთაისლები, ოპოზიციონერები, მართლა შეერაღებული ბანდიტები არის. სწორი ხარ დათო. ერთი რამ არის, კარგი, თბილისი დიდი ქალაქია. აქ შეიძლება კაცი კაცს არ შეფოს, მაგრამ ამ საწყებს იმით აი ნამდვილად მეწოდებენ იმ დონეზე აქვს ტვინი გაყინული, რომ
ქუთაისი ყველა ვიცით რაც არის. ყველა ვიცით ქუთაისის სადაპირებს ანცერტირო დაიმარხოს. და მე მგონი ყოველგვარი ჰუმანიზმი, ყოველგვარი დემოკრატიული გადამთავრებული ან ჩვენ, ან ისინი. ეს არის მე მგონი და ყველა ვიცით პრეზიდენტის თვალსაზრისი და რა თქმა უნდა ჩვენც ეს იქნება. პრეზიდენტი რასაც იტყვის, ჩვენ ყოველდღურად შევსრულებელია. არავით არ იქიდან გადახვევა, არავის დამდობა. რადგან მაგენი ჩვენ არ გვინდობენ, ჩვენც ვერ დავინდობ. ყველანი აქ ვინც ახართ მილიციის მუშაკები. და მონახვეზე ხართ ყველანაირ სროლებში. კარგად იცით. აქ სიტყვა ქართველი უკვე ის ქართველი არა. ქართველი ვარგება და ქართველი და ტყვიას ესვის ის ქართველი არა. ქართველი ვარგება და ქართველ პატარა ბავშვს ტყვიას ესვის ის ქართველი არა. ისინი იმასაც გვაბრალებენ ახლა დღეს უკვე რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ. ეს ჩვეულებრივი ეს ფანდია რა თქმა უნდა, ფანდია ეს დაიწყო გასულ შაბათ ღამეს ხუთვარცხლები, როცა მათ სპეციალურად ამ სიტყვის მნიშვნელობით გაწმინდეს პიკეტისგან რუსთაველის პროსპექტი. შემდეგ იქ ღამის საათები იყო, გვიან ღამით 4-3 საათი იქნებოდა ღამის, როცა მოქალაქეთა შორის იყო შეტაკებები და დილით ზუსტად აი იმ დროს როცა ჩვენ ოპოზიციაზე დაგვაყენეს, პოზიციაზე რუსათი წუთი იყო, როცა მათ დაიწყეს შტურმი, სულთ ამ სიტყვის მნიშვნელობით შტურმი მთავრობის სასახლეზე და თქვენ თვითონაც იხილებთ. იყო იქ ცოტა არეულობა იყო, ზოგი პირველად იყო ბრძოლაში, მაგრამ უბრალოდ არავინ არ მოელოდა თუ ქართველი კაცი ისე დაეცემოდა, რომ ამ შენობას და მithume ეს ამ შენობაში მოგწევ ისევ ქართველებს ისინი აბრეთ ტყვიას გამოვიდნენ. კარგი პრეზიდენტი, კარგი როგორც მაგენი თვლიან რომ დიქტატორია, ტირანი არის და ყველაფერი. აქ დაბანაკებული ხალხი კიდევ ვთქვათ როგორც ისინი ძახიან მისი ყურმოწვეული მონები ვართ, მაგრამ 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალს რაღაც ერჩოდნენ პირველი მუხის გასროლით რომ მოხსნეს. ააფეთქეს პირველი გასროლით და მოხსნეს და ეს წაბილწეს ეს წმინდათა ადგილი. წმინდათა ადგილი და ყველაზე სალოს არის სამი ქართული სიტყვა. ენა, მამული, სარწმუნო ეს. პირველ რიგში ის მოხსნეს. სწორი სიტყვა. მაგრამ ესენი მართალი იყო, უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ მათ არც სარწმუნოება აქვს, არც ერის ხალხი არიან და რაღაც სავალალოდ უბრალოდ ჩვენ ენაზე ლაპარაკობენ. მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, მაგის უნდა გაეკეთებინა. მაგ რო არ გაეკეთები, ის უნდა გაფრთხილდება თუ თუ გააკეთებ, მაგის სამართლიანად რომ იცი. მაგათი გონება მაგით ასეთ დონეზეა დასული. ეს ყველაფერი გასაგებია, ბიჭებო, რომ ეს შესაძლებელია მოხდებოდა ადრე თუ გვიან, მაინც. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც თავის ჩამოყალიბების პერიოდში ასეთ გზას არ გაივლის, იქ სამოქალაქო მიიქნება თუ სამომავლო მიიქნება თუ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე საწყენი ისა და ყველაზე გულსატკენი რატომ უნდა მოხდარიყო ის, რომ ქართველს კაცს დღეს იმ დროს, როცა ჩვენ გვაღიარებს ქვეყნები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ჩვენ ომები გვაქვს გამართული ისევ და ისევ შიდაობ, ისევ ოსეთთან, რუსულ იმპერიასთან, ოსეთთან, სამაჩაბლოში, აფხაზეთში რაღაც მზადდება, არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მაინც უნდა გვეშინოდეს ამ დროს აქ ესენი თავიანთი ამბიციების და თავიანთი ესე იგი ირადის გულისათვის მიმართავენ ასეთ ღალატს. ღალატს ეს ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ მათი მოქმედება მეტს არ იმსახურებს. მე კიდევ ვიტყვიებ, რომ ცოდვა არიან ის ბავშვები, რომლებიც ტყუდებიან ამით და მიყვებიან მათ. ეს თქვენ თვითონ დაინახეთ, დაატყუეს რამოდენიმე ახალგაზრდა ჩვენმა ბიჭებმა და ჩვენ თქვენ შეხედეთ. ეს არის 17-18 წლის ბავშვები. ნუ თუ მათ მშობლებს, მათ გამზრდელ მშობლებს არ აწუხებთ მათი ბედი. არა აქვთ ესე იგი ის სერიოზული განზრახვა, რომ მათ აღზარდონ შვილი. შეიძლება კაცი ოპოზიციურ დონეზე იყოს, არ მოწონდეს რაიმე თავრობის პრეზიდენტის, მაგრამ ასეც არ შეიძლება რომ ასეთი ბავშვები 17-18 წლის ბავშვები გაიზარდონ მკვლელები. გამჯდარია როგორც ეს კაცის ყურა და აღარ ინდობენ არა. ჩვენ მე მაგალითად ხშირად როცა მათ უყურებ და მათ წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, მეწოდება და არ მინდა რომ ესე იგი რომ ადამიანს ზიანი მივაყენო, იმიტომ რომ მეწოდება ბავშვია. მაგრამ ახლა
თავისებურია მოთმინებასაც აქვს თავისი ადგილი და ყველაფერს საზღვარი რა გვიხდება რომ ესე იგი მათი იზოლირება და ასეთი რამის გეკეთება ესე იგი თავარი მაინც ისაა რომ ამ ხალხს მიყავთ ეს ბავშვები არ შეიძლება დაღუპვის გზაზე არ შეიძლება ასეთი საკითხები რომ გადაწყდეს იარაღით ძალით მოტანილი ვინც არ უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს მაგათი კაცობა მაგათი ბაშკაცობა ამაში ჩანს ჩვენი ეროვნული გერბიც არ დაინდო და მაგათი ნატყვი არის ეს მომო ჩვენს მაგას და გვაბრალებენ თუ მონტაჟი გავაკეთოთ მონტაჟი სპეციალურად ეს როლეთ რო ესე იგი გვენახე არავით არის შიში ჩვენ ყველა ვინც აქ ვართ ჩვენ ვიცავთ კანონიერ ხელისუფლებას კანონიერ მთავრობას ასე რომ რაც არ უნდა დაგვიждდეს ესე იგი სისხლის უკანასკნელწუთამდე ვიბრძოლებთ საა ჩვენი დავალება და ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ დღიდან ნახე რა უნდა ხო რა ვიცი რაც გაწუხებს ისე ჩვენ ვარ ჩამოსული 21 რიცხვიდან აქ. იმისთვის ჩამოვედით ჩვენ ქუთაისიდან. რომ დავიცოთ სასახლე, დავიცოთ ჩვენი საქართველო ამ გარეწრებისგან. და ერთი სიტყვით ვიქნებით მანამ სანამ არ გაიწინება ეს გარეწრები, სანამ არ შემოეცლებათ ეს სანამ არ გაიწმინდება ეს ტერიტორია და ეს ასეთი როდენმე უნდა იყოს უკვე მთელი რუსთაველი აიღეს და ცეცხლი უკიდიათ ერთი სიტყვით რომ ვიომებთ მანამდე სანამ სისხლის უკანასკნელ წუთამდე რა აი ამ მიზნით ვარ ჩვენ ჩამოსული აქ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წუთამდე დაუდგებით გვერდში კიდევაც მდგავართ ბატონს ვიად გამსახურდიას აატრიალეს თელი მოსახლეობა გაანადგურეს ხალხი და იმისათვის ჩვენ აქ დავრჩებით ბოლომდე სანამ არ შეწყდება ეს ყველაფერი სანამ არ იქნება ეს სიმშვიდე მე პროსტო მაინტერესებს ვინც პირველ დღეს ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ქუთაისში მილიციის თანამშრომლებს მაქვს ეს გადალობა პროსტო მაინტერესებს ვინც გაიქცა ვინც წევიდა რა რას ფიქრობენ თავის თავზე რას ფიქრობენ საერთოდ მეტი არაფერი თავიდან ჩამოსული ვართ ვიცავთ პრეზიდენტს ჩვენ საქართველოს ისეთი რამე ხდება აქ მოკლედ თქმაც ზედმეტია ლაბარაკი ზედმეტია ერთი მინდა კიდე დავამატო ჩვენად ძირფასოთან ახალაკელები პირველ ყოვლისა მინდა მიმართო იმ მცირე ნაწილს რომელიც არის ოპოზიციასთან თქვენ ახლა არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ არის არ ვიცი რა არ შემოწმებია რომ არ მაქვს იმ საშუალება რომ გადავამოწმო რომ მოსული არის ინფორმაცია რომ ჯერ ჩვენი თვალით რაც ვნახეთ ეს რუსთაველი წმინდა ადგილი ეს თბილისის და ქალაქის ისე არის სტაბილიზებული პირველი სკოლა მაგათმა დაანგრიეს ხანძარს მიცეს და ჩამოიქცა არის ინფორმაცია იმის რომ ხელოვნების და საქართველოს ეთნოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიდან გაზიდეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაზიდეს მატერიალური ფასეულებანი ერის განძეულება გაზიდეს და ეს ისეთი დიდი სისასტიკეა რომ არ ვიცი ფაშისტები აკეთებდნენ ხოლო ამას მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტები და ერთი მინდა კიდე დავამატო თუ შეგიძლიათ უბრალოდ იყო 4 ოქტომბრის ამბების მერე რომ ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიემხრო რაღაც მოტყუებული იყო რა ოპოზიციას და ენდო ჩვენ სიტყვას რომ საქართველოს პარლამენტში და აღმოჩნდნენ ბევრი გამყიდველები არის პრეზიდენტი არის ისეთი ჰუმანური კაცი რომ არ ვიცი არ დაეჯერება ახლა ზოგიერთ ვერ დაეჯერებს ალბათ იმიტომ რომ არ არის ამის რწმენა არ აქვს იმიტომ რომ ბოლომდე დავიცავ ჩვენ პარლამენტს და ჩვენს პრეზიდენტს იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ სიმართლე ვის მხარეზეა და ღმერთი ვის მხარეზეც არის ღმერთი რომ მაგათ მხარეზე ყოფილიყო უკვე დღეს ზუსტად გამოდგებოდა ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა და ის ჭორები რაც მაგათ დაყარეს ქალაქში მართალი გამოდგებოდა
კიდევ მინდა ერთი დავამატო, რომ ახლობლებმა არ ინერვიულენ. ჩვენ არ შევარცხნოთ, მაგრამ არც ქალაქის სახელს და არც სახელს არ შევარცხნოთ ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი უფროსების. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს მის პრეზიდენტს და მებრძოლს, ვინც იცავს თვითონ პრეზიდენტს და უზენაესის შემოქმედს. გაუმარჯოს. არ ვარ გაერთო. კარგად. გაგაბრძანდებოდეთ სუპერგოს. არ ვარ კარგად, გაუმარჯოს. 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 კარგი. Listening to the news and find out what's going on in some directions. Well, I can't see how we're expected to give an accurate picture of both sides. Whatever you do to try and get to one side, I won't. Well, you know. But, you know, is it worth taking the risk when you have to kind of dodge the bullets to get here and then the guy won't talk to you? I mean, you know, I'm not being funny, but it's... Well, I've seen მე ვარ ტერორისტი და მამაძაღლი. And that guy. ხო, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა მე გავიგო თუ ამ ფაქტს რა უძღოდა წინ და თუ ამისი შრომათ არა აქვს, შნო არ ვიცი როგორ ითარგმნება ამ ნახევარს. მაშინ აღიარო რომ ისინი ჟურნალისტები არ არიან. არამედ არიან დაქირავებული კონიუნქტურის We always try to talk to people about, so we always try to talk to people to find out the reasons why they have taken whatever actions they have taken. Which is why we have come here today. აკი მხოლოდ ფაქტებიო. No, I don't go into an argument. Keep very calm. Sit down. აკი მხოლოდ ფაქტებიო 5 ოქტომბერს. სხვათა შორის უთხარით რომ ზურგის შექცევა ვიდრე მოსაუბრემ არ დაამთავრა საუბარი არის უზრდელობა. I'm sorry, I didn't mean to upset you. I'm just, you know, I know that people are here under very difficult situations, and the last thing I want is just to... მე მზიან პერიოდის გამო არა, მე ასეთი ვარ ყოველთვის.
Thank you very much. Thank you for talking to me. Thank you. უთხარი თუ მემადრობა ჯერ არაფერს არ ვხდი. მე ვნახოთ რა იქნება. როცა იქნება ობიექტური ის რაც იქნება გადაცემული აქედან. და იცოდნენ აქ ესენი ერთი რამე იცოდნენ. ისინი ჩამოვიდნენ დიდი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ დიდ ქვეყანაში. From big country. ეს იცოდე. ჩვენ არა ვართ. ჩვენ არა ვართ. აღარც კოლონია და ასეულს არ აყოფილად. დიდი ქვეყნიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ დიდ საქართველოში. დაიმახსოვროს ეს კარგად. ალადეს გურა. არ შეისეუნება, არ შეისეუნება. Разницу среди людей во-первых, о чем Володя говорит, когда народ, когда избирает. Вспомни, что я вчера говорил. Вот мы разговаривали с... Вот у кого в больнице были мы. В республиканском. Знаешь, да? Мы вчера были. მასთანაც ვიყავი. Ни одна машина у нас нету сейчас в школе. Он не пускает. Суки, расквия, суки, ყველა суки. Сюда подъезжала машина скорая. Чтобы сейчас полны не пускает. აგენტები ვიცარი. ეს გენერატორი ვერები უნდა მომეხსნა იმისთვის. თავს უნდა მეწესწრია კარგად. ტუტუცი გადახსირებული. Ехал скорая ეს ყველაფერი კი, მაგრამ მაინც ჩვენი პირველი იარაღი ავტომატი არის ნეობა. კი არის ნეობა, მაგრამ ქალმა არ უნდა გაბედო ის, რასაც ბედავს. ქალი იცი რა ეშმაკია, 3 დღით ადრეა დაბადებული ეშმაკზე და იმას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რომ კაცი იმას ვერასდროს ვერ გააკეთებს. ვერასდროს. რომელიმე თქვენებული წახვალთ და დაზვერა. ქალი ისე შემოგეპარება, ისე მოგეპათხალიმება, რომ შეთავბროს დაგახვევს. ნაშოთში ვარ გავა. ისე გააკეთებს მაგას კიდე. პრეზიდენტი. Подруга Нана Хоухадзе. Она не сможет выйти, потому что люди нападают. მანამდე მისაწვდელი არის ასეთი კუთხე, პავაროტი, კარგი პავაროტი და ხმოვანი. აი ამ პრო პავაროტზე უნდა გააჩეროს და ისე ჩაყოლოს. ეს არის სადგან აი დაბლიდან რომ ამოდიხარ აქეთკენ არ გამოგიდე ხო? იქგან არა, ხო შეთქალის მილიცია. დაგანახო სადაც დაგანახო. ხო, იმათ გიდას ვიცი მე. მილიციას არის. არა ვარ. არა გასო მილიცია. გამიგეთ, ეს იგი ბოლო პავაროტამდე არ მისული. დროზე. უნდა ჩამოხვიდეთ რომ შორს შორია ძალიან შორია და აი ხალხები ახლა ზოგი აი კაიბანი და აი ბედი ჩამოსკარა რომელი მაგარი არ არის აი ზავრო მაგიჯო კარგად რა ხარაგი მოდი აღარ გასულ დავაი ბიჭებო აი ზორო თავი შენ ჩვენი ბიჭების აიყურებოდნენ. ჩქარა მოდი. ეგრე ვიყავს. დავაი, კარგი. მარცხნივ გადადი. აუში მაგარა. შენც მიდიხარ? ჰა? ეგრე მარცხნივ უცებ ეგრე შეხები. დავაი, ვიყავით. ეს აპარვენა თიში ხუთიო. ვიწერა მართალა დიდი ზარკალა ჩვენი
მანქანა გავა. რა იქნება ისე? დაი. დავай. აცი ვინ დარჩა არ გამიშვა, თორე მარტო მოიგება მოხდეს რაც უნდა. всё. ის დარჩა უკვე შორს არის ეს. აუძახეთ ის თორე რა იცი. არ გადახვიდე ჯერ. ბიალა ბიჭო. იქ ყოველთვის რომ უთხარ რომ ერთი იყოს სურათი. გატო. ავტო. მე კარი გაიყო. ბიჭებო არის ოთხი კაცი მოვდივარ ბიჭებო. 4 კაცი. მე დავბრუნდები. ანა წავიდო რა გაისან. ადას ფერდა ლუპიასი იდა. მე შემოვლე. შემოვლე. ჰა? უმიჩი. მეტრო ნახე ერთი თუ მუშაობს. აჩუ. Hoca. ხმიანი არ გუაროს თუ არ შეიძლება სწორად არის. არის ნოლო. ანუ ერთი გასროლოთ არ შეიძლება? არა გასროლ არა. არა, უბრალოდ შეიძლება რა ხაერდების. ისრაელს ბავშვ აეს. აგიდა ბიჭო პოლიციები უჭირ. აგია არის რომ უჭირ მაიკარაბინი. მომისურვებს რა აეს ისრაელ. არა ისრაელ ბიჭო გეკო. კივი არის მოიცა. ფარდან გადაიღე. სევიტაც გადაიღე. ეს როისულა. არ სულ მაგარი. მომე ჩემი გაკა. არა, ხმიან არ გავ. ხაერში. არ შევავლობს, შე დამთავრდა. აიო. აი, ვინც სულა აღარა მოაქვს. იონა, მათხოვე აგერ დევიდოს. ისტორიაში გამაჩნია. ხა. ვინიღო შოს? არა, ეგრე არ გინდა. რას კითხულობ, ევას წაიგე. გეიძე, ეგ სურათი არა. ჯერჩეს. სათო, შეთო ჩავარცა და ეს იბაიცი. რეკორდი, აჰა, აი ახლა. ორ გამიორდება ხელზე. იული საქმე ყოფილა? აი ჯო არ მიღებდი. რეკეტე რა. კი, კიდო გადაიგე, მე ახლა უსროლება და ახლა ამასთან გადაიგე, კარაბიჭი.
ბიჭო, ამაში დაიში და ჩატობილი. არ ვიცი, ჩემია, მაგრამ ხემარი ამოწე ზოგადად. ჩანსი ენა ჩაწე თუ. ჩაწე ესე ვე. ამოაგდო ვაფშე დაკინე. всё, მიწე ზატო. როგორ ხასიათზე? ძალიან გახასიათზე. პირველ დღეს შეგვეშიდა ცოტა, პირველ დღეს შეგეშიდა. შიში ვერ ის სიფრისა ყოგაიგონია შენ ჩამოგრეული, ხო? იმაზე მოხდა ესე იგი და აკერებზე ვიყავ, მოგრებული. ეგალი ეხლა ბიძგიმიცა, ხო, აგარ წავიქეცით ყველა იარაღები გავგვიცვიდა ხელიდან რა. გამოსწელობდი. შოქში ვიყავ რა პირველ დღეს ისეთი ისე. ახლა აღარ მეშინია, ჭურვები არა შიში რო ვერ ისწის, თუ ხო იცი შენ შედარუსტავს რო თქვას. რა გინდათ გადასცეთ თქვენ ახლობლებს საერთოდ ქართულ ხალხს როგორც მებრძოლები. როგორც მებრძოლები დაწარმენ, არ ინერვიულო, შიდათ იყვნენ და ახლა მოკლე ხანში დამთავრდება ყველაფერი და ალბათ ახალი წელი გვინდა მიულოცოთ, აი ამ დაძაბული მდგომარეობიდან, მაგრამ რას იზარდ დღესდღეობით ასე და ბუნებამ ასე დავიწესა და გვინდა რომ მიულოცოთ სულ ყველას ქართველებს, მშვიდობის მოყარე ერს, რომ ეს ბრძოლები, რომელიც თავს დაესხა მთავრობის უზენაეს საბჭოს, დაწყმარდეს და ყველაფერი კარგად წავიდეს. არასდროს არ მოხდარიყოს ის, რაც დღეს ხდება. ქართულმა ქართულს არ უნდა ესროლოს. ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ისეთი თაობა ვიყავით, ძველი თაობა სრულგეუბნებოდა, გაჭირვება არ გამოგეცდია, წამლის უნი თქვენ არ იცით, ტყუის წამლისო და ესეც გამოცადეთ, მაგრამ ერთია საწყენი, რომ ქართველზე გვიწევს სროლა და ქართველებს წყვიტავთ და უბრალოდ ყველას მინდა უსურვო, რომ თუ იქნება საქართველოში ომი ყოფილიყოს ამ პრობლემის წინააღმდეგ, მინდა ესევე დამდგარიყო ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები თოფით ხელში, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ვდგავართ, ოღონდ ქართველზე ხელი არა ეწევს არადროს და ყველას მინდა ახალი წელი მოულოცო, ამდენი ახალი წელი ამ დანგრეული ოთახიდან. მე კიდე ასეთი სურვილი მექია მოუწოდებ მთელ ქართველ ხალხს, მთელ ქართველ ერს, რომ დამდგარიყოს თავისი არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაეცვას ის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ადგილობრივი პუჩისტები იქნებიან თუ გარეშე მტერი. ეს ჩემი სურვილი იქნება ეს და უსურვებ კიდე ქართველ ხალხს, რომ ბედნიერი ახალი წელი გათენებოდეს. მე როგორც ქართველი ეს მიმაჩნია სასირცხვილო, ყველაზე მეტი სირცხვილი, რომ ქართველი ქართველს ვესწროულები. და ალბათ საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ერის ისტორიაში დარჩება ეს ალბათ შავლაქად, რომ ჩვენ ასეთი ის დაგვატყდა თავზე ვიღაც ასე ვთქვათ მოღალატე გუშინ საღამოს 28 ოქტომბერს გადაცემა თენგიზ ნათაძე გადმოვიდა. ეგრეთ წოდებული პუჩისტების მხრიდან იყო გადაცემა, რომ თითქოს შერიგებაზე იყო კიდე და რომელი ჯგუფიც არ გამოცხადდებოდა ის იმას დაეკისრებოდა ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ არის ეს არის სტარი აზრი. ეს არის ბლეფი. სტარი აზრი. ეს სტარი აზრი ალბათ გამოაშკარავდება მოკლე ხანში ყველაფერი სტაბილური გახდება და შრომელი ხალხი ეს გლეხობა იქნება თუ პერსონალური მოსამსახურესი ნახავს ყველაფერი რა დღეში არის მთავრობის საქმე როგორ არის დაგრეული და სვეტები და რა ვიცი ყველაფერი გაჩანაგებული ყველაფერი ამ საქმეში და ვანდალურ აქციაში უბრალოდ ხალხს სიმართლე უნდა იცოდეს ხალხმა და ხალხის ყურამდე უნდა მივიდეს ყველაფერი და რა ის გუშინდელი მიზური აქცია ტელევიზიით რაც გადაიცა და ყველაფერში თითქოს ჩვენ არ გამაშავებთ ხალხი რომელიც ფაქტიურად მოხალისეები სამსახურები დავტოვეთ ხელშები დავტოვეთ და დავუგებთ ხელისუფლებას გვერდით და ჩვენ არ გვინდა რომ თუნდაც ერთი კაცი საქართველოში ფიქრობდეს რომ აი ამ ვანდალურ აქციაში რა რუსთავის ქუჩაზე ტრიალებს ეს ჩვენი წვლილი ამაში არაფერი არა ჩვენი წვლილი არის ის რომ ჩვენ ვიცავთ ხელისუფლებას მეტი არაფერი ბატონო ქართველი ხალხი გონიერია თავისთავად განსჭის მაგას ყველაფერს და ყველას მინაგებს თავის პასუხს ერთი რამე მინდა დავუმატო რომ ახლა ამ ომში არენ არ იქნება გამარჯვებული. აი ეს ორი ბრძანება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. კлауд ეს თუ უკან დავიხიეთ. ის მონური ფსიქოლოგია, რომელიც ჩვენში უკვე გამჯარია, რა ვიცი, 7 ათეული კი არა, რამე მეორე საუკუნე არის. აი და დღეს ჩვენ არაბდებთ უკან დახევა არ შეიძლება და უნდა აღვადგინოთ ძველი ქართული რაინდული სულისკვეთება. რომ ეს თავრობა ხალხის მიერ არის ეს არჩეული. თუ დღეს ჩვენ ის არ დავიცავთ კანონიერად ხვალ და ზეგ ვიღაც მესამე ძალა ისევ დაიწყებს გადატრიალებას და ასე შეიძლება გაუხლებლა მთელ საქართველოში გაგრძელდება ეს ისტორიის მანძილზე ასეთნაირად თუ კი ჩვენ დღეს დაუშვებთ იმას რომ ეს კანონიერი ხელისუფლება ხალხის მიერ გადაატრიალება მოახდინოს ამ პუჩისტებმა ხვალ და ზეგ მესამე ძალა მეოთხე ძალა კიდე მოვა ხელისუფლებისა მომოინდომებს უსწროს ხელისუფლების სათავეში და ისინი მიაღწევენ თავისას. აი ამიტომ არის რომ დღეს მთელი ქართველი ხალხი უნდა დადგეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაიცვას ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ერთადერთი საბჭოთა კავშირში ერთადერთი პირველი ნორმაპარტიული არჩევნების
ჩადარების შემდეგ გაიმარჯვა ესე იგი ნამდვილად ეროვნულმა მთავრობამ. და ჩვენ მზადა ვართ სისხლის უკანასკნელ წეთამდე დავიცავთ ჩვენი მთავრობა. მე უკაცრავად უნდა დავტოვოთ 20 ვარ დასასრულებელი. მე უპირველესად მთელ ქართულ ხალხს ერთს მინდა მოულოცო საქართველოს დამოუკიდებლობა იმდენად რამდენადაც გწნო ამერიკის შეერთებულ შტატებმა და საფრანგეთმა და რუსეთმა რომლებიც შეგი პარტები 23 ქვეყანაა თუ რაღაცა რომელიც გვაღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოდი ეს ყველაფერი მშვიდობით დამთავრებული იყოს და გვეშენებიოს ბედნიერი საქართველოს ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ხალხის. იგივე აქციასთან დაკავშირებით ლევანდელ ხელისუფლებას მინდა უთხრა კიდევ ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი მადლობა მინდა უთხრა რომ მიაღწია იმას რომ არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად ესეთმა ქვეყნებმა როგორც კანადა, საფრანგეთია, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები ცნეს საქართველოში რეალური მთავრობა, კანონიერი მთავრობა და აღიარეს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ბატონს ვერ გამსახურდიაზე თუმზენაესათვის მადლობა მინდა ამისთვის რომ უთხრა. ყველა ქართველის სახელით და ჩვენ შვილებს დავუტოვოთ შვიდობიანი საქართველო. შვიდობიანი ჩვენ შვილებს მომავალ თაობას. არასდროს არ ენახოთ ის, რაც ჩვენ აქ ვნახეთ. კი, ჩემი სურვილით მოვედი აქ, მაგრამ სხვენია ჩემი თავის რომ იარაღი მიჭირავს ხელში. რო სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ არის. იმიტომ ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენ არჩეული მთავრობა მაშინ ჩვენ არ აგვიჩევია ეს ასაგებია ეხლა ქუთაისელს და წყატუბელ ტერემაღურებლებს რომელშიც ესე იქნება გადაცემული ჩვენი თხოვნაა მიულოცოთ ეს დამდეგი ახალი წელი და რა თქმა უნდა თელ ქართველ შრომელ ხალხს კარგად იყავით მრავალ ახალ წელს გისურვებთ და სიწყნარე და სიმშვიდე ყოფილიყოს თელ საქართველოში ძალიანად გავარჯამოთ ყოველთვის კარგად იყავით ამინ შეტევა დაგვიფარა, თორემ ესე დაგვამგრებდნენ მაშინ. თუ კვედიდან დიაგონალზე სრულად. Сказал, что 11 класс. Ну уже закончили до 12, 35-минутные уроки сделали. Ну конечно. Начальные классы во второй смене, третий. Да, это вторая смена, 12 до 5, вторая.
როგორც ჩემი ჯგუფის სახელი, როგორც ყველა ნამდვილი ქართველი იყო და იმას ვამბობ ჩემი ჯგუფის სახელით მე. ჩვენ არასდროს წრისთვის საჭიროა დაგვიტოვებია საქართველოს და არც არასდროს ადავტოვებთ. იარაღით აღებულ მონოპოლიას ჩვენ არასდროს არ დავემორჩილებით და ვიბრძოლეთ გინაც უბრალო ქვებითაც და უბრალო ხელებითაც. მაგრამ გამარჯვება ჩვენ მაინც ყოველთვის როგორც ყოველთვის ვახდებით ქართველები, მაინც მივახდებით ახლა. არაფერს არ გვეშენია ჩვენ. ანტონში ჩვენ გზას ვადგებით და იმედი გვაქვს 100%-იანი რომ ქართველებს ჩვენ გამარჯვებას მოვუტანთ ახლა. თემური ჩაჩქიანი გახლავართ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მოვედი აქ თავრობის სასახლეში აქ გახსნილი საექიმო კურსის ექიმებისთვის დახმარების აღმოჩენა. აი ხედავთ თქვენ აქ ჩვენი ექიმების კალათები ქართველი ბიჭების ისშია დასურული. ეს ქართველი ბიჭები ჩვენოვე თანამემამულეებმა მოღალატეებმა საქართველოს გამყიდველებმა დაჭრეს ბევრი დახოცეს. ვის უნდოდა რომ ხელში ჩაეგდო ჩვენთან ძალაუფლება? ვინ უნდა მოსულიყო? უჩიხდები, დარეწრები, საქართველოს მოღალატეები. განა ქართველი ხალხი აპატიებდა მათთან. მათი დამარცხება გარდუვალი იყო. მათ თავიდანვე გამოუტანეს სასტიკულო განაჩენი თავიანთ თავს, როცა პირველი თვია გაისროლეს და როცა პირველი ხუმბარა ესროლეს თავრობის სასახლეს. აი ამის თქმა მინდოდა. ბატონ ძიად გამსახურდიას ერთგული ხალხი ხარდამჭერდი ვისაც წამს მისი ვისაც წამს თავისუფლების იდეა ბოლომდე ახარებს ჩვენ ვფიქრობთ რომ მაინც აქედან გამარჯვებით გამოვართ საქმე ის გახლავთ რომ ჩვენ ვართ მართლები აი რაც არ უნდა მოხდეს თუნდაც ეს სასახლე ძალიანად დაინგრეს აი ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს საქართველოს თავისუფლების იდეა. ერთი რამის აღნიშვნა მინდა, აი არ მინდა რომ ეს გამავიწყდეს. მე შევესწარი აქ ისეთ სურათს და ისეთი ამბები გადაგვხდა ჩვენ ამ სამ დღეში, რაც შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს. და როდესაც მე ამას დავწერ, ეს თქვენ არ გაიჯეროთ. ვინაიდან თქვენ გეგონებათ რომ ეს არის ტყუილი. აქ არიან ჩამოსულები, აქაო თბილისელები, მეომრები, ვაჟკაცები, აი ნამდვილი ქართლის ცხოვრებაში რომ წაგიკითხავთ, აი ის იმათი შთამომავლები. ეს არის ეს მარტვილები, რომლებსაც არ აქვს ჯერ ბრძოლის გამოცდილება, არ აქვს ჯერ იარაღის, თანამედროვე იარაღის მოხმარების ის ცოდნა, რომელსაც აკადემია ჭირდება და მრავალი სამხედრო დაწესებულება, აი ეს გვაგლია, მაგრამ ამათ აქვს ბუნებრივი ის ვაჟკაცობა, ის რაინდობა და ის გმირული სული, რომელიც ყოველგვარ ცოდნას აჯობებს. აი აქ უკვე ცნობილია, ჩვენ უკვე ვიცით, რომ არის აგერ 14 წლის ბიჭი, 16 წლის ბიჭი, რომელიც უკვე სნაიპერია. არის აგერ რომელმაც იცის შესანიშნავად მოვლა და არება სამხედრო ტექნიკის. ეს ყველაფერი ბუნებით მიეცა მათ და ეს იშვიათი განძია ჩვენთვის. ჩვენ გვეყოლება შესანიშნავი გვარდიას, შესანიშნავი გამოცდილი, გამობრძმედილი ჯარი, სამხედრო ძალა. მე რამედა თქვა ქართული ხალხი. მე ერთი რამე მინდა, ერთამის მინდა გავუსვა ხალხი. ჩვენ დღეს ბევრი გაჭირვება. სამაჩაბლოში, სხვა რეგიონებში. მაგრამ მე დღეს აი სამი დღეა რასაც ვესწავლებ მე უკვე მჯერა საქართველოს არ დაიგებს რომ საქართველოს იცოცხლოს იმიტომ რომ მე აქ ვნახე საქართველოს მე აქ ვნახე ის ქართველი ახალგაზრდები ის ქართველი ბიჭები ის ქართველი მეომრები რომლებიც იცავენ თავის პრეზიდენტს თავის წევს თავის ხალხს მე აქ ვნახე შესაშური გმირობა
და მე ახლა არ მიყვეს რატომ მოვიდეთ აქამდე ჩვენ ქართველი. ეს ხალხი, ეს ბიჭები, ეს უანგარო არ ვიცი მე სიტყვები არ ამყოფის, რომელთაც საერთოდ ეჭირებიან ზვარაკა თავის სახელმწიფოს, თავის სამშობლოს. ესენი ააშენებენ საქართველოს, ესენი მომავალს მოგვიდონ. ჩვენ მე გვინდა დაგავშოთ ჩვენ. სიმართლე უნდა გაიმართოს, სიმართლე გაიმართოს. და ამის მეც ვერაფერს ვეღარ დავდებ, მაგრამ ერთი უნდა ვისურვოთ, რომ საქართველოს არსებობს ცოცხლებს და იცოცხლებს. ეს ისეთი მარტივი ყავს ჩვენს და მე ალბათ ბატონო და სიტყვას განმეორებ, აქ დღეს ყველა გმირი, ის გმირი, რომელსაც ჩვენ სერს ეკადრება თავის ისტორიაში. მერაბ საყვარელიძე უზენაეს საბჭოს წევრი გახლავართ. პროფესიით ექიმი. მე და გაოცებული ვარ თუ ქართველები როგორ დაუნდობლად დღეისთვის ეკიდებიან ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ვაჟკაცების დაჭირებით მოიყვანეს ჩვენსა და ევაკუირებული იქნა. მე როგორც ექიმს პირველად მომხდა ჩემს ცხოვრებაში გამეწია დახმარება ისეთი ხალხისაც და ვაჟკაცებისაც, რომელიც დაჭრილი იქნენ თავიანთი თანამამავლობის მიერ. მე ჩემი პროფესიის დამიხებით ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე. ვდგავარ იმ ექიმებთან, ახალგაზრდა ექიმებთან და უწევ მათ კონსულტაციას დაჭრილების მოვალ პატრონებასა და ევაკუაციის მიზნით. მე ვთხოვდი ჩვენს ქართველებს მეტი განდობით, მობიერებით და ურთიერთგაგებით მოეყვანა ერთმანეთს და ექიმმა შეასრულონ თავის მოვალეობა, რაც განსაზღვრება ამაფრობის, ყოველგვარი მხარეობის და მიუხედავად მოვლან პატრონობაში. ძვირფასო თანამემამულე კულტურის მოღვაწეება ყველას მოგმართ. სიტუაცია ძალიან სერიოზულია საქართველოში. მე არ ვიცი, ჩვენ არ გვაქვს ესეთი ინფორმაცია, ვიცოდეთ რა იცით თქვენ იმის შესახებ, რაც აქ ხდება სასახლეში. დღეს ხდება აქ საქართველოს ძვირფასო თანამემამულენო. დღეს ძალიან მძიმე განსაცდელშია საქართველოს დამოუკიდებლობის ვედი. დღეს სასახლეში იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას. იცავენ ახალგაზრდები, იცავენ ხნიერები, იცავენ ქალები. მე მიმართავ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დღეს ხელმძღვანელობს სროლას. მათ შორის მე ძალიან ბევრი მიცნობს. სრულიად წარმოუდგენელია, მხოლოდ ილუზია სასახლის დაცემა, მთავრობის დაცემა. შეიარაღება სასახლისა, ენტუზიაზმი მისი დამცველებისა, სიმტკიცე. ვაფიქრებინებს, რომ ამაოა ყველა ცდა მისი დამხობისა. გთხოვ, ძალიან გთხოვ, დაუფიქრდეთ ამას. ეს არის დიდი მსხვერპლი ამაო. არაფერს ქართველებს არ მოუტანს ეს მსხვერპლი. ორივე მხარეზე ახალგაზრდები იღუპებიან და გაუწევთ ამას ანგარიში. კულტურის მოღვაწეებს ვთხოვ, არც ერთი ეროვნული საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს იარაღით. მოუწოდენ ვისაც იცნობენ, თავის შეიკავონ, სრულიად უმიზნო, სრულიად გაუგებარი მსხვერპლისგან.
კიდევ ერთხელ ვთხოვთ. მე ძალიან მიჭირს საუბარი ბევრი მიზეზის გამო. მოგიწოდებთ, დაუფიქრდეთ სიტუაციას. სისხლის ღრა არის უნაყოფი. ამაო, გინდათ ძალიან გწამდეთ თავისი მიზნისა. კიდევ ერთხელ გთხოვთ. მადლობა. ქართველებო, ეს საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის მიზანიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის დასამარება. ეს ტოლფასი არის ქართველი ერის სრული მომავალი გენოციდის, ეს თავისთავად ცხადია. მე მინდა მოგახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბანდიტები ყიანჭორებს თითქოს აქ შიგნით სუფევს რაღაც გარკვეული განხეთქილება, ადგილი აქვს რაღაც სულიერ სიმდაბლეს, ეს ასე არ არის. საბრძოლო განწყობილება ძალზედ მაღალია. მე მინდა დარწმუნებით გითხრათ, არც ერთი ის ბიჭი, არც ერთი ის ახალგაზრდა, არც ერთი ის სამხედრო, რომელიც აქ არის, არ დათხოვს პოზიციებს. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები იმისათვის, რომ გაუსწორდეთ ნებისმიერ მოხდას. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. ყველამ ვიცით, საქართველოში არის უამრავი იარაღი. მოგიწოდეთ, ვისაც აქვს იარაღი, შეიკრიბოთ, შექმნათ რაზმები და შეეცადოთ ჩვენთან დაკავშირებას, იმოქმედოთ კოორდინირებულად. თუ ამას ვერ შეძლებთ, შეეცადეთ დამოუკიდებლად განაიარაღოთ ბანდიტების პიკეტები. ოღონდ ჯერ დაადგინეთ, რომ ეს არის ბანდიტების პიკეტები და განაიარაღეთ ისე. მოგიწოდებთ თელს ქართულ ერს, აღსდგეთ და დასაჯოთ ბანდიტები. მე მინდა აღნიშნო ჩემი ხალხის, ჩემი ერის წინაშე, რომ ის უზნეობა, რაც დღეს და ამ დღეებში საერთოდ ხდება, ვერ გაიმართება. იმიტომ რომ ეს მაღალი რწმენა, რომელსაც ქვია ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ეს არის უზენაესი რწმენა და მისი ხელყოფა ვერავითარ იარაღს ვერ შეუძლია. ჩვენ აქ ვართ მტკიცედ, გვაქვს იმედი და რა თქმა უნდა ეს იმედი არის საფუძვლიანი მთელი ქართველი ერის მხარში ამოდგომისა. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობა აღშფოთებული არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების ამ ერის მოღალატეების მოქმედებით, მაგრამ ამას სჭირდება მეტი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა. საჭირო არის, რომ ერთ მუშტად შევიკრათ. აქვე მინდა ისიც თქვა, რომ არის იმის მონაცემები, რომ ზოგიერთი საწარმო დაწესებულებები მატერიალ თუ რაღაცნაირ დახმარებას უწევენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს და მე მათ ვეუბნები აქედან ტელეეკრანიდან, რომ ნუ იზამენ ამას, ნუ გააკეთებენ ამ ბინძურ საქმეს და ყველამ ერთად ემსახუროს უზენაეს საქმეს, რომელსაც პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტი, რომელსაც მთელი ქართველი ერი ეწევა და რომლისგანაც მიისწრაფეს. გადარაიან მუკრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. მე მხოლოდ ერთგვარი მეგობრებო. ნამდვილი სტუდენტობა დგას იქ, სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს დემოკრატია სწორედ აქედან იწყება. მეც მე არაფერს ვიტყვი. უკვე ერთი დღეზე მეტია, რაც ჩვენ შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გასულა ტელევიზიით. მრავალი ჭორი გაავრცელა ოპოზიციამ, თითქოს საქართველოს მთავრობა უკვე დანებდა და ძალაუფლება მათ ხელში გაინაცვლა, მაგრამ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. და მოგახსენოთ, რომ ასეთი საშინელება, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ამ 3 დღის განმავლობაში, ამის მსგავსი, ალბათ ამის მსგავსი ვერავითარი წარმოქმნა არ შეიძლება მიიღოს ადამიანმა რაღაც ფილმების საშუალებით. ეს არის სინამდვილე თავიდან ბოლომდე, როგორ შეიძლება ადამიანი მოკლას, გაჟილიტოს და სულად აბსურდული რამის გამო თითქოს უკანონობით მან შეიძლება კანონიერებად დაამყაროს. ჩვენ მხოლოდ ჩვენ და იმაც ვინც ეს დღეები გაიარეს, შეიძლება იცოდეს რა არის სამშობლო, რა არის ბოროტება, რა არის მტერი, რა არის სამშობლოს სიყვარული, ჭეშმარიტი სამშობლოს სიყვარული, როცა პატარა ბიჭები, ახალგაზრდები თავს წირავენ, უკან მიუხედავად სიცოცხლის აძლევებს სამშობლოს. და როცა მეორე მხარე აცუნებს ახალგაზრდებს ისევ თავის ტოლებზე, ისევ ქართველებზე აფროლიებს. ეს საზღარი ბოროტება, რომლის მსგავსი მხოლოდ აქ შეიძლება დაინახოს ადამიანმა და ეს ჭეშმარიტება რა არის ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილი მხოლოდ აქ შეიძლება გაიგოს რა არის საქმე. ეს არის ისეთი მძიმე რამე, ისეთი მძიმე სენი, რომელიც ისეთი დიდი ცოდვა, რომლის მონანიების საშუალება როდის შეიძლება მოგვიყვეს. ოპოზიცია
ბინძური საქციელი ჩაიდინა, საზიზღარის საქციელი. ასეთი შეფასება მე ოპოზიციისთვის არასოდეს არ მიმიწია, მაგრამ დღეს მე შემიძლია თანამაც თქვა, რომ ეს არის საზიზღარის საქციელი, რომლის მსგავსი საქციელი შეიძლება ადამიანმა მხოლოდ გაიგოს, მაგრამ ვერ შეიგნოს, შეიგნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის მოხდება ასეთ პირობებში, როგორც პირობებში შექმნა. მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, ჩვენი გამარჯვება უკვე ძალიან ახლოს არის და თქვენ უახლოეს დღეებში იხილავთ როგორი იქნება ჩვენი გამარჯვება და როგორი იქნება თავისუფალი საქართველო. მე მინდა კიდევ გითხრათ, რომ დემოკრატების უდიდესი ნაწილი მოსული აქ იმისთვის, რომ სიცოცხლე შეძინოს, მათ ბევრმა ფაქტიურად არ იცის იარაღის ხარჯი. ისინი მოვიდნენ აქ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი მოკვდნენ, თუ კი მოკვდება თავისუფალი საქართველო. დიდი მადლობა. Nereye? Oraya. Chalo gavagida. Khonis meotre sashalo skolis mosavle, mesi klasis mosavle. Gavigi ase საქართველოს სიტუაცია და ჩამოვედი მისთვის. ხონელი ბიჭებიც არიან აქ. და მის გვერდით ვარ. მეტი რა ვთქვა. ვიცავ სამშობლოს. ალგა. ამინ. მეგობრებო, ეს კადრები, რომლებიც თქვენ ახლა ნახეთ, ფრიად ექსტრემალურ სიტუაციაში იწერება. ოპერატორი ცდილობს ქართულ ისტორიას შემოუნახოს ყველა ის კადრი, ყველა ის დეტალი, რომელიც მომავლისთვის გამოადგება, რომელიც შთამომავლობას შემოუნახავს სახეებს იმ ახალგაზრდებისას, რომლებიც ახლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ნეტავი ერთი განახვათ მეგობრებო, როდესაც ისინი ბრძოლის ველზე გადიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როდესაც მომხდური მტერი ასე უმოწყალოდ გვაღვრევინებს სისხლს ჩვენი ქართველი ჭაბუკებისას, როგორი ომახიანობით, როგორი შემართულობით, როგორი რწმენის და იმედიანობით მიემართებიან ისინი სამშობლოს დასაცავად. მე ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ისინი მრავლად არიან და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები. ბრძოლა დემოკრატიის ლოზუნგით, რომლებიც სინამდვილეში ავაზაკებმა და ყაჩაღებმა წამოიწყეს და იმპერიის აგენტებმა, დასასრულს უახლოვდება მეგობრებო. აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ხელისუფლება და უკვე გამარჯვებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ისევ და ისევ მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ დაიღვარა ჩვენი ახალგაზრდების სისხლი. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ კადრებზე, აი თქვენ ახლა ნახეთ, როდესაც მარტო მოცარელებულ მოედანზე ზის ერთი კაციც, როდესაც ჩვენ ეს კადრები ვნახეთ, ჩვენშიც კი გაოცება გამოიწვია, რომ როგორ მოუთმენლად კი არა, როგორ შეუპოვრად, თითქოს რაღაცა სიჯიუტეც კი იგრძნობა მის ასეთ პოზაში, როდესაც ის ზის სრულიად მოცარელებულ მოედანზე და მის გარშემო ტყვეები დაზუზუნებენ. თითქოს ამით იგი პროტესტს გამოხატავს. აბა ესვრის თუ არა მას მოყვასი მისი და სამწუხაროდ აი როგორ თქვა, იცი, აი ადამიანი, რომელიც ცდის თავის მოყვას, თავის თანამემამულეს, მას უიარაღოს ესვრის თუ არა, სამწუხაროდ სწორედაც რომ ესროლეს. გაიმეტეს იგი სასიკვდილოდ, მეგობრებო, და ასე სასიკვდილოდ ამ ავაზაკებმა ბევრი გაიმეტეს ექიმი, რომელიც გადიოდა ბრძოლის ველზე, რომ დაჭრილები შემოეყვანათ. გაიმეტეს ბევრი ადამიანი, რომელიც მიდიოდა სრულიად თავისი გზით და არავითარი მათთვის დანდობა არ არსებობს მოყვასისადმი. მე ეს სხვათა შორის საკუთარ ზურზეც კი ვიწვნე, როდესაც უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდეს უზენაესი საბჭოს შენობაში და კინაღამ ჩვენ ყველანი მისი მსხვერპლიც კი გავხდით და აი რაზეა ლაპარაკი ყოველივე ამის შემდეგ, რა გამართლება აქვთ მათ საქციელს, როდესაც დადიან, დაზრწიან და კიდევ ცდილობენ იმის გამართლებას, რომ მათ თითქოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ანგარიში გაუსწორა. ეს არის მტკნარი სიცრუე. მე აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს.
ეროვნული ხელისუფლება მყარად დგას, ჩვენი პრეზიდენტი მყარად დგას და იგი მუდამ იბრძვის და იბრძოლებს საქართველოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს მომავლისათვის. თქვენს გისურვებთ გამარჯვებას, იყავით ჩვენთან ერთად, გამოხატეთ თქვენი თანაგზნობა, თქვენი მხარდაჭერა ჩვენ ახლა ისე გვჭირდება, როგორც მაშინ, როდესაც მრავალპარტიულ არჩევნებში პირჯვრის წერით აძლევდით ხმას ეროვნულ ხელისუფლებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, ღმერთი გფარავდეთ.